ზაფხულის ცხელი დღეები დგას ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ქუთაისსა და იმერეთში ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებენ. ტურისტების ნაკლებობაზე საუბრობენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვიზიტორებს სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციაზე ავტომობილით მოგზაურობას სთავაზობენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრში ყავთ მანქანები განთავსებული, გასული წლებისგან განსხვავებით ახლა შეიძლება დღეისე გავიდეს, რომ მათი სერვისით არავინ ისარგებლოს. ყველა ტურისტების მემსახურები და არავინ არ ჩამოდის. სადა ეს შინიათ საქართველოს ჩამოსვლა ყველა. ეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან თუ რას? ნუ რა ვიცი, მე აიგენ მაგას ვინ გაგვაგებია. ანუ რა რაოდენობით არის თქვა? რა რაოდენობით და ერთი თვია ვდგივარ, აგერდო ჯერ ტურისტი მე არ შემოგვადრია. ვინ ჩამოდის იქენი გვეუბნება რომ გაძვირდა ბილეთიო. რო იყო 2 სამალიოთი არის 1, რო იყო 5 არის 1. და ვერ მოდიან, ბილეთი გაძვირებულია. ეგია, მე 2 წლის უკან კაი იყო მაგალითად ტურისტები, არ არწმუნდა დღეს ვარ გასულიყავი. აროჯი უბედურად მიდის, საწყობება. აგერ-ეგერ მოდიან ჩემები ძველები. ზოგი ერთმანეთს აძლევს ვიზიტკარს, ჩემთან კარგად მემსახურები. მე ახლობლებს ურიგებს. წინა წელთნებთან შედარებით როგორი მდგომარეობა? ნაკლები. ბევრი ფრენები არ არის. მოხსნეს გააუქმეს და პრიბალტიკის ხალხი ტირის. რიგის ისები რაღაც გააუქმეს. ეკიდან მე ძვირიღეს ბილეთებიო და ვერ მოდიან. ნუ არიან ყაზახსტანი, გერმანია, თურქია შეხვედრია, არაბი, არა, პალესტინელები იყო ცოლკმა. პალესტინელები, ყაზახებს წავიყვანი გუშინ ბათუმში. ევროპელი ტურისტი რამდენადაა? ცოტა. შარჩალის შორების სულაა. სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ წელს ქალაქში ტურისტების ნაკლებობაა. ასევე ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ შემოსული ტურისტი არ არის მხარჯველ უნარიანი. მათი თქმით, ასევე მთავარი პრობლემაა ის, რომ წლებია ქუთაისი მხოლოდ ტრანზიტული ქალაქის ფუნქციას ასრულებს და მოგზაურები აქ მხოლოდ 1-2 დღეს ატარებენ. ბოლოდინები გვაქვს ძალიან დიდი. უბრალოდ გქონდა, მაგრამ სამწუხაროდ წლევანდელი სეზონი ვერ ამართლებს ბოლოდინებს და ნუ აშკარაა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ჩვენ ქალაქს აკლია ტურისტი წელს ვიდრე გასულ წლებში. განვითარებისას რას მიიჩნევა? ალბათ ყველაფერს მიმდინარე მოვლენებს რაც ხდება ქვეყანაში, ირგვლივ და ზოგადად რა. ქალაქს ჭირდება ალბათ თითეული მოქალაქის მეტი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, აქ არა მარტო მთავრობაზე და ვიღაცა მერიამ რაღაცა უნდა გააკეთოს. პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა გავიაზროთ, უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა ამ ქალაქის მიმართ, ქალაქელების მიმართ და თუ მერიას რამე აქვს გასაკეთებელი, უნდა მოუთხოვოთ რა. ჩვენ სამწუხაროდ მარტო ვლაპარაკობთ, რომ არ კეთდება და მოთხოვით არაფერს არ ვითხოვთ. მე მგონია, რომ დროა კონკრეტული წინადადებებით გამოვიდეთ, შევთავაზოთ საზოგადოებას, თუნდაც მერიას, რომ აი ეს არის გასაკეთებელი. ის რომ ტურისტი ერთი დღის ჩერდება, ყველამ ვიცით. აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაჩერდეთ მეტი ხნით. ამას არავინ არ იძახის რა და დროა ამაზე ვიფიქროთ და ამაზე ვილაპარაკოთ. ჩვენთან ტურისტები სულ არის, მაგრამ გასულ წელთან შედარებით წელს აპრილის თვეში ბევრი ტურისტები იყო, მაისის 15-დან ცოტა შემცირდა. ივნისი ამ უმიანობის გამო რაც იყო უმიანობა, აქეთ კიდე ჩვენთან უამინდობა იყო და ნუ ნაკლებად იყო რა, მაგრამ მაინც იყო. და ეხლა უკვე წამოვიდა და იმედია კიდე წამოვა რა. შარშან მაგალითად ბევრი ყაზახები მოდიოდნენ. და ეხა მოდიან ან ვინც ჩამოვიდნენ იმათი ახლობლები, ან ნაკლებად არიან წელს ყაზახები მაგალითად. ნუ არიან ახლა არაბები, უფრო პოლონელები, ლიტვა-ლატვიის ბალტიის ქვეყნები, ეს ჩინელები მომრავლდნენ. ჩინელები ზოგადად არ ჯდებიან კაფეებში და რესტორნებში და ნუ რუსები ძირითადად ცხოვრობენ და რუსები არიან, მე პირადად ძალიან ბევრი რუსი სტუმარი მყავს, მოდიან, ჩვენთან ხშირად დადიან, უკრაინელებიც, ყაზახებიც და არაბები სეზონურად. ზოგადად ქუთაისში რომ მოდიან, როდესაც ვეკითხები, ერთი დღე ან მიფრინავენ, ან გამოვლით არიან, ყველაზე დიდი 2 დღე. უფრო ეს არაბები უფრო ჩერდებიან.
ნუ არიან კატეგორიის ხალხი, რომელიც ჩერდება, მაგრამ 2 დღეზე მეტი ჩვენთან ტურისტი არ ჩერდება. უფრო ბათუმი, მთისკენ, სვანეთი, თბილისი, ხო, ეგეთი სიტუაცია, მაგრამ კარგია რომ აეროპორტია რო არის, თორე აეროპორტი რო არ იყოს, არის ტურიზმის სფეროში დასაქმებული დია მანაგაძე გვეუბნება, რომ მოგზაურები კვლავ ჩამოდიან ქუთაისში, თუმცა უკვე სხვა კატეგორიის. მათი უმეტესობაც სამოგზაუროდ ისევ სხვადასხვა ადგილს ირჩევს და ქალაქში ნაკლებად ჩერდება. დია მანაგაძის თქმით, არა მხოლოდ ქუთაისმა, საქართველომ დაკარგა ევროპელი მხარჯველუნარიანი ტურისტი. წინა წელთან შედარებით სიტუაცია დიდად არ შეცვლილა ქუთაისისთვის და იმერეთისთვის. ტურისტი როგორც ჩამოდიოდა გასულ წლებში და ძირითადი მოთხოვნა იყო მესტიაზე და ყაზბეგზე, ზუსტად ისე არის წელსაც. ნებისმიერმა ადამიანმა რომ გაიაროს ქუთაისის ქუჩებში, თავადაც შეამჩნევს, ყველა შეამჩნევს, რომ ტურისტის ნაკლებობა არის ქუთაისში წელს უჩვეულო ნაკლებობა სამწუხაროდ. ჩვენ დავკარგეთ ევროპელი ტურისტი და დავკარგეთ მხარჯველუნარიანი ტურისტი, ანუ მაღალბიუჯეტიანი ტურისტი ჩვენთან უკვე აღარ შემოდის ისევე როგორც ევროპული ტურისტები. მე არა ვარ იმისი მომხრე, რომ თქვათ მაგალითად მხოლოდ ევროპელმა ტურისტმა უნდა იაროს და არ უნდა შემოვიდეს ჩვენთან აზიური ქვეყნებიდან წარმომადგენლები, ტურისტები, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი ბალანსი, ანუ დისბალანსი. მეგატივმა ასევე ჩაატარა გამოკითხვა სოციალურ ქსელში ჯგუფში გიდ-ინფო ქუთაისი, რომელშიც ტურიზმის სფეროში დასაქმებული და სფეროთი დაინტერესებული 6000 ადამიანია გაწევრიანებული. გამოკითხვაში როგორი ვითარებაა ტურიზმის კუთხით იმერეთსა და ქუთაისში, სულ 88 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი 79% თვლის, რომ მდგომარეობა ამ სფეროში წინა წელთან შედარებით გაუარესდა. 15% თვლის, რომ ვითარება ცუდია. 2%-ს მიაჩნია, რომ იმერეთში ტურიზმის კუთხით კარგი მდგომარეობა. 2%-ის თქმით, წინა წელთან შედარებით ტურიზმში ვითარება გაუმჯობესდა, 2% კი თვლის, რომ არაფერი შეცვლილა. გამოკითხვა ჯგუფში 4 ივლისს გამოქვეყნდა. იმერეთსა და ქუთაისში არსებული ტურისტული ბაზრის შესახებ გვესაუბრა ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი. მისი თქმით, ჩვენ გარშემო შექმნილი კონფლიქტური სიტუაციებიდან გამომდინარე, ჯავშნები შემცირებული იყო. ბერეკაშვილი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეისი გაუქმდა. მომდინარე იქიდან, რომ თქვათ რეგიონში არის კონფლიქტური სიტუაციები, თუ მაგალითად მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის პირველ რიცხვებამდე იყო ზრდა ტურისტების ჯავშნების მხრივ ტურისტებისგან, ეხლა ამ კონფლიქტური სიტუაციების გამო რაც ისრაელსა და ირანს შორის დაიწყო, საკმაოდ შემცირდა, განსაკუთრებით გალფის ქვეყნების ჩამოსული ტურისტებისგან, ანუ გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა საკმაოდ შემცირებული არის. ის ჯავშნები, რაც ჩვენ მიღებული ქონდა, გაუქმდა ამ კონფლიქტის გამო. ამავე დროს ამას დაემატა ქუთაისი რიგის რეისის გაუქმება. საერთოდ ეს მიმართულება მოიხსნა, რაც ქუთაისის საკმაოდ დიდი დანაკლისი არის და ტურისტული სექტორისათვის დიდი ზიანის მომტანი არის და მისი ჩანაცვლება ჯერჯერობით სხვა მიმართულებით, აქტიური მიმართულებით არ მოხდარა. ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ივნისის პირველი რიცხვების შემდგომ, ანუ 10 რიცხვის შემდგომ ჯავშნების რაოდენობა იკლო ევროპიდან ჩამოსული ტურისტების გეოგრაფიის ნაწილშიც. ალბათ ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, ეს ფიქრობ ალბათ ბილეთების ფასები, რეისების სიხშირის ნაკლებობა და ასევე ადგილზე ინფრასტრუქტურის ან მოძველებული მდგომარეობა, ან ახლის არ შეთავაზება, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა ქუთაისისთვის. ქუთაისის შემთხვევაში ტურისტული გეოგრაფია შეცვლილი არის. ქუთაისი თუ პოზიცირებდა მაგალითად ბალტიის ქვეყნებში, ეს იყო ესტონეთი, ეს იყო ლატვია და ასე შემდეგ, ორივე ამ მიმართულებას ეხლა გაუქმებული არის, ვიზი არის პირდაპირ მიმოსვლა და შესაბამისად ტურისტების ნაკადი ამ მხრივ განულებული არის. ასევე გაუქმდა დანიასა და შვედეთში ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენ ქალაქთან პირდაპირ ავიამიმოსვლა და ამ ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი დანაკლისი გვაქვს ქუთაისის შემთხვევაში. მხარჯველუნარიანი ტურისტების დაკარგვის შესახებ საუბრობს ლაშა ბერეკაშვილიც და იმ უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ევროპელ ტურისტებს აქვთ. ჩვენ დავკარგეთ მაღალბიუჯეტიანი ევროპელი ტურისტები დანია-შვედეთის დაკარგვით და ასევე ლატვია, ესტონეთის დაკარგვით. თუმცა მათი ჩანაცვლება მოხდა დაბალბიუჯეტიანი ტურისტებით, ეს არის გალფის ქვეყნებიდან ძირითადად, ესენი არიან ინდუსები, ესენი არიან სამხრეთ აზიის
ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც დაბალ ბიუჯეტში ითხოვენ იმავე სერვისს, რასაც მაღალ ბიუჯეტში სხვა დროს ჩვენ ვყიდით ევროპელ ტურისტებზე, ასევე მათგან დატოვებული ცვეთა უფრო მაღალი არის, ვიდრე ევროპელი ტურისტებისგან დატოვებული ცვეთა და შეიძლება სტატისტიკურად თქვათ 10 ინდუსი სიტყვაზე 10 ინდუსით მეტი ჩამოვიდეს ამ კვირაში, ვიდრე თქვათ 10 პოლონელით ნაკლები, მაგრამ ამ ინდუსების დატოვებული ცვეთა და გადახდილი თანხა ორჯერ, სამჯერ, ასე ვთქვათ, ნაკლებია და უფრო მეტი ზარალიანია, ვიდრე ევროპელი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი იყო ამ შემთხვევაში. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რაც ქუთაისსა და იმერეთს ამ ეტაპზე აქვს. ლაშა ბერეკაშვილი და დიამა ნაგაძე იმ ქმედით ნაბიჯებს ასახელებენ, რაც ქალაქში ტურისტების მოსაზიდად და მათ შესანარჩუნებლად უნდა კეთდებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ქვეყნიდან პოზიტიური მესიჯების გაგზავნას, მით უმეტეს ქუთაისიდან. ზოგადად ამ ქალაქის არასწორი პოზიცირების ბრალი არის ამ ქალაქში, რომ შედარებით ნაკლები ტურისტი ჩამოდეს, ვიდრე უნდა ჩამოდიოდეს. ასევე იცით, რომ ქუთაისი და თბილისი პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმებული არის და ესეც საკმაოდ დიდი შემაფერხებელი ფაქტორი არის ქალაქის როგორც ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის და ზრდისთვის, მათ შორის შიდა ტურიზმის მიმართულებითაც ეს დატვირთული არის იმერეთის 3 მუნიციპალიტეტი ალბათ და მეტი არა. ეს უბრალოდ იმის ბრალია, რომ ქუთაისის აეროპორტი არ არის ორგანული ინფრასტრუქტურულად იმერეთის რეგიონისთვის. არათუ იმერეთის რეგიონისთვის, ალბათ ქუთაისთვისაც და ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა, რაც ხელს უშლის იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში, ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტების გაშლას და განაწილებას. პრობლემაა ის, რომ ერთღამიანი ჯავშნები არის და უნდა იყოს უფრო მეტღამიანი ჯავშნები, რომ ზოგადად ქალაქმა იგრძნოს ტურისტების შემოსვლა და აქ მათი მიერ ფულის დახარჯვა და სასტუმროებად თავის მხრივ შეძლონ ოპერირება და განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ისეთ პროექტებს ტურისტ სამსახურიდან, რომელიც არის უკვე განვითარებული ინფრასტრუქტურაზე, უფრო განვითარებულ ტურისტულ ნაკადებზე, მორგებული სერვისების უკვე დამატებით მიწოდების სახით უნდა ხდებოდეს და არა თქვათ, ეს ანუ უკუღმა ვაკეთებთ საქმეს. რეალურად ჩვენი ტურიზმის სექტორს ჭირდება უფრო სიღრმისეული, ასე რომ ვთქვათ, ხელშეწყობა და განვითარება და დამატებით ის, რაც ახლა კეთდება და მასში უზარმაზარი ფული იხარჯება და ფიქრობ, რომ ყოველი ხარჯი არის, ის არ უნდა ხდებოდეს პირველ ეტაპზე. ეს არის აპლიკაციები, რომელიც რეალურად ტურისტს არ შემოიყვანს და არანაირ, ასე ვთქვათ, დამატებით ბენეფიტს არ მიცემს. ეს უნდა ხდებოდეს უკვე არსებულ გამართულ მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე, დამატებით ამ ასეთი აპლიკაციების შეთავაზება. პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურა უნდა გაიმართოს ქალაქში და იმერეთში, ეს უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად და სინქრონულად 12 მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ელემენტარულად რო ავიღოთ, საკმაოდ, ასე ვთქვათ, მზარდი არის მოთხოვნა მთის მდინარეებზე ტურისტების მხრიდან და უამრავი მდინარე გვაქვს იმერეთში და არ ხდება ამ მდინარეების ჩართვა ტურიზმის ნაწილში, გულისხმობ იმას, რომ იქ უნდა მოეწყოს უსაფრთხოების ზონები, უნდა დარეგისტრირდეს ეს ადგილები, ლოკაციები შესაბამისად ტურისტულ მარშრუტებზე და გუგლზე უნდა აისახოს. იმერეთის სწორი პოზიცირება და ქუთაისის სწორი პოზიცირება მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც ქუთაისს გააჩნია პირდაპირ ავიამიმოსვლა პირველ რიგში, ასევე უნდა ჩავრთოთ ჩვენი ქალაქანაკელები და ასევე საქართველოს სხვა ადამიანები ემიგრაციიდან იმ ქალაქებში, სადაც ისინი მყარად არიან, სადაც მათ გააჩნიათ ცოდნა ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ტურისტების, მათი საჭიროებების, მათი სურვილების შესახებ და ეს ადამიანები, ანუ ემიგრანტები, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს წარმომადგენლებად იმ ქალაქებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. ისინი შეთავაზებენ ადგილობრივებს მათივე ენაზე, წარუდგენენ იმერეთს და ქუთაისს უფრო ეფექტურად, ვიდრე აქედან წასული ადამიანი, რომელიც თანაბრად მიდის თქვათ ლონდონში, მიდის დელიში, მიდის ნიუ-იორკში
და მიდის თქვა დუბაიში, ანუ ვერ წარმომიდგენია რომ ეს იქნება ეფექტური და არც არის ეფექტური და მას სტატისტიკებითაც ეს ნათლად ჩანს. და გაუცილებელი არის რომ შეიქმნეს ახალი ტურისტული ადგილები, ახალი ტურისტული ლოკაციები, ისეთები, რომლებიც თქვა ტურისტს დააკავებს და ტურისტს ექნება იმის განცდა, რომ აი ქუთაისში რო ჩავალ, მე მაგალითად ვნახავ მუზეუმს, სადაც იქნება კაფეები, ნახავ კიდე გალერეას, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და არ იქნება იქ უსაშველო სიცხეს ვიზიტორებისთვის. იქაც იქნება ულამაზესი გალერეები, ულამაზესი კაფეები, ღია რესტორნები. შეიქმნება კიდე დამატებით რაღაცა ახალი ტურისტული ატრაქციები, რომლებიც ქალაქს უფრო გაამრავალფეროვნებს და ტურისტს უფრო დააკავებს. მიუხედავად იმისა, რომ სფეროში დასაქმებული ადამიანები იმერეთის რეგიონში სექტორის არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაზე მიუთითებენ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში რეკორდული რაოდენობის მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. უწყების ცნობით, იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833.512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. ტურისტების ვიზიტების ახალ რეკორდულ რაოდენობაზე ავრცელებს ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მათი თქმით, 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემები ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 2 მილიონს, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობა კი 3 მილიონს აჭარბებს. იმის გასარკვევად, თუ როგორ შეხვდა იმერეთი ტურისტულ სეზონს, რა გამოწვევები აქვს ქუთაისსა და რეგიონს და რა კეთდება მათ გადასაჭრელად, მეგატივი DMO იმერეთის ხელმძღვანელს მარი დევიძეს ორჯერ დაუკავშირდა, თუმცა პასუხად ორივეჯერ ინტერვიუს მოგვიანებით დაგეგმა მივიღეთ. მეგატივი კვლავ დაუკავშირდება DMO იმერეთის ხელმძღვანელს და შევეცდებით რეგიონში არსებულ ტურისტულ ვითარებაზე მისი ინტერვიუ შემოგთავაზოთ.